ამ წუთებში კი ქართული ოცნების გორგასლის ოფისში თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაცია იმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარტიის ლიდერები ესწრებიან ჩვეუღონიზებას პირდაპირ ეთერში. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, მთავრობის წევრებს, ჩვენს დეპუტატებს. მივესალმები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს. მივესალმები ხელოვნების წარმომადგენლებს, სპორტის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. ყველას მინდა პირველ რიგში მადლობა მოგიხადოთ მომბრძანებისთვის. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩვენს თბილისს და თბილისელებს. თბილისი ხომ მხოლოდ ქალაქი არ არის. იგი საქართველოს ისტორიის, მისი კულტურის და იდენტობის სახეა. ჩვენი ერის, ერთიანობის, გამარჯვებისა და წინსვლის სიმბოლო. ამდენად იყო პასუხისმგებელი თბილისის აწმყოსა და მომავალზე უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ჩემს გუნდთან ერთად კარგად ვაცნობიერებ. ამასთან თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ისევე როგორც ნებისმიერ ქალაქს სჭირდება განახლება, განვითარება, მეტი რეკრეაციული სივრცე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო, უძველესი ისტორიის შენარჩუნება, კიდევ უფრო ბევრი სიახლე და თანამედროვე ქალაქად გარდაქმნა. ყველა რეფორმა, რაც ბოლო 8 წლის მანძილზე წამოვიწყეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ვფიქრობ, შედეგი სახეზეა. გაპარტახებული სკვერები და პარკები იქცა ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეებად, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია გართობა და დასვენება. განახლდა და მოდერნიზდა თბილისის უძველესი ქუჩები და გამზირები. დავიწყებას მიეცა ამორტიზირებული, გაუბედურებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაცოცხლდა ისტორიული უბნები. რეალობად იქცა ასობით თბილისელის ოცნება. მიეღო ქონება, რომელიც კოოპერატიული ბინადმშენებლობებით დაზარალებულ მის მშობლებს და ბებია ბაბუებს დაკარგულად მიაჩნდათ. დაწყებულია მშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარება. დღეის მდგომარეობით 12,000-მდე ოჯახს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა, რომ მათ მიიღონ საკუთარი ფართები, რომლებიც წლების წინ, ათეული წლების წინ შეიძინეს. მიმდინარეობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უძველესი ქალაქის განახლებისთვის. ჩვენს ახალგაზრდებს აქვს ბევრად უკეთესი შესაძლებლობა იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაკავდნენ სპორტით, გაერთონ და ივარჯიშონ თანამედროვე სპორტულ მოედნებზე და სკეით პარკებში. საპენსიო ასაკის თბილისელებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო სპორტული თუ შემოქმედებითი პროგრამებით. აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობაზე. კულტურის, სპორტის, განათლების, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით არსებულ სერვისებზე. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე არ ვჩერდებით. გვინდა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის. გვინდა კიდევ უფრო გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი იყოს საცხოვრებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისმა დაიბრუნა ის ხიბლი, რაც მას გამოარჩევს. სიცოცხლის უნარიანობა, სილაღე და სიხალისე. ეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის თითეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმის, ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული რეფორმების, პროექტებისა და პროგრამების დამსახურებაა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. ჩემო მეგობრებო, ამაში რასაკვირველია დიდია თბილისის საკრებულოს როლი, რომელიც არის ქალაქის განვითარებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო. საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და თბილისელების წინაშე აღებული დიდი პასუხისმგებლობით შემუშავდა და მიღებულ იქნა ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. მეგობრებო,
წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას. ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებად. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სახელით სიამოვნებით წარმოგიდგენთ პარტიულ სიას თბილისის საკრებულოში. დავიწყოთ. პირველი ნომერი გახლავთ შალვა სუთიაშვილი, ცნობილი ქართველი მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი. სპორტული კარიერის პარალელურად მან მიიღო კარგი განათლება ბიზნესისა და მართვის მენეჯმენტის მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. მართავს ფრანგულ და ქართულ საერთაშორისო კომპანიებს, მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიო მასშტაბით და თავადაც არაერთ ქართველ მეწარმეს გაუწია დახმარება, რათა ქართული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გასულიყო. შალვა არის 4 ვაჟის მამა, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული კაცი, რომელმაც 1 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო სამშობლოში და გაეზარდა შვილები. აი ასეთი ადამიანი გვეყოლება ჩვენ თბილისის საკრებულოში. წარმატებები შალვას. მეორე ნომერი გახლავთ თინათინ ნიბლოშვილი, განათლებით სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თიკო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, აქვს თბილისის საკრებულოში საქმიანობის დიდი გამოცდილება, მან ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირო ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე წლებია მუშაობს თბილისის საკრებულოში ქალთა საკითხებზე. მინდა წარმატებები უსურვო თიკოს. მესამე ნომერი გახლავთ ბექა დავითულიანი, ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი. 2017 წლიდან, როდესაც ჩვენ მოვედით თბილისის მთავრობაში, ბექა სრულად არის ჩართული დედაქალაქის განვითარებისთვის მიმდინარე ყველა პროცესში. ბექა იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი. მისი ინიციატივით თბილისისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი გადაწყდა. ამჟამად ბექას უკავია კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ალბათ თიკო მადლობა მინდა გადაგიხადოთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბექა არის ადამიანი, რომელიც საკრებულოს მუშაობას გახდის კიდევ უფრო წარმატებულს. მეოთხე ნომერი გახლავთ გურამ ნიკოლაშვილი, ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი. იგი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს მედია სივრცეში. არის კომუნიკაციის კონსულტანტი და მუშაობს სატელევიზიო დოკუმენტალიტიკის მიმართულებით. გურამის განსაკუთრებული ინტერესის საგანია თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა და კულტურულ საგანმანათლებლო სფერო. მას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის კარგი გამოცდილება, იყო მედიათეკების გაერთიანების დირექტორი და ბიზნეს აქსელერატორის ხელმძღვანელი. წარმატებები მინდა უსურვო მას. მეხუთე ნომერი გახლავთ ნიკოლოზ კახეთელიძე, ინჟინერ-მშენებელი, ურბანისტი, თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი. ნიკოს აქვს როგორც მუნიციპალიტეტში, ისე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის უდიდესი გამოცდილება. მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა, აშენდა და რეაბილიტირდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი თბილისში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყაზბეგის საბაჟო, კარწახის საბაჟო, გაფორმების ეკონომიკური ზონა 2, რომელიც თბილისში მდებარეობს. 2021 წლიდან ნიკო თბილისის საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობს გარემოს დაცვის კომისიას და მინდა მას წარმატებები უსურვო. ნომერი 6 ნინო ვარდოსანიძე, იურისტი, სამართლის მაგისტრი, თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე. იყო ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე და მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ინის ასევე აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ცოდნა და პროფესიონალიზმი მომავალშიც დაეხმარება თბილისის საკრებულოს. წარმატებულ საქმიანობაში და მინდა წარმატებები უსურვო მას. ნომერი 7 ავთანდილ ცინცაძე, ქართველი სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში,
ჩვენი გუნდის აქტიური წევრი, თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე. საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი. მისი ენერგია და გამოცდილება სჭირდება თბილისის საკრებულოს და თბილისელებს. წარმატებებს უსურვებ ავტორს. ნომერი 8 კონსტანტინე ზარნაძე. განათლებით სამართლის მაგისტრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი. კოტეს საქმიანობას ყველაზე კარგად გლდანის რაიონის მოსახლეობა იცნობს, რადგან ყოველდღიური უწყვეტი ურთიერთობა აქვს მათთან. იგი აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრაში და ზედმიწევნით იცის ყველა საკითხი, რაც გლდანის რაიონს და ზოგადად თბილისს უკავშირდება. მინდა წარმატებები უსურვო კოტეს. ნომერი 9 ბექა ოდიშარია. მას რა თქმა უნდა წარდგენა არ ჭირდება, საზოგადოება კარგად იცნობს როგორც ეკონომის, იურის, პოლიტიკოს, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრს, შეუპოვარ მებრძოლ პატრიოტ ადამიანს, ბექა წლებია აქტიურად არის ჩართული თბილისისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში და დღესაც მზად არის თავისი ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი მოახმაროს თბილისის განვითარებას. მე-10 ნომერი გახლავთ ოთარ ჩრდილელი. ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი. იგი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შორის 2012 წელს ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების, შემდეგ პარტია ქართული ოცნების საქმიანობაში. ვფიქრობ, ოთოს სახით თბილისის საკრებულოს შეიძენს პროფესიონალ გამოცდილ წევრს. წარმატებები მას. ნომერი 11 გიორგი ხუროძე, გამოცდილი ფინანსისტი. განათლება მიიღო მადრიდში, ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში. გიორგის აქვს კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლებია წარმატებით ხელმძღვანელობს სხვადასხვა ფინანსურ და საინვესტიციო პროექტებს. ეს გიორგი მზად არის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს თბილისის განვითარებას. წარმატებები მას. ნომერი 12 კახა ბერაძე, ეკონომისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით სახელმწიფო და კერძო სექტორში. აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ფართო გამოცდილება საგადასახადო სტრუქტურებში, ანალიტიკასა და ადმინისტრირებაში. კახამ გამოირჩევა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესების მართვისა და მენეჯერის უნარებით. მისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება თბილისის საკრებულოს. წარმატებებს უსურვებ მას. ნომერი 13 ლევან არველაძე. მასაც კარგად იცნობს ჩვენი მოსახლეობა. ლევანი წლებია საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიას. აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. არის პრინციპული, სამართლიანი ადამიანი და რაც მთავარია, თბილისის დიდი გულშემატკივარი. წარმატებებს უსურვებ მას. ნომერი 14 ლევან აბაშიძე, სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი. ასევე დამთავრებული აქვს სამაგისტრო პროგრამა უცხოეთში, ევროპული საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. ლევანი მუშაობდა განათლების სამინისტროში, მანდატურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე, იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის უფროსი. ამჟამად იგი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე. წარმატებებს უსურვებ ლევანს. ნომერი 15 ალექსანდრე მუკათარიძე, დოქტორანტი. 2016 წლიდან დღემდე იგი ხელმძღვანელობს პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდულ სამსახურს. არის სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციის და ასოციაციის თავმჯდომარე. ახალგაზრდა, ენერგიული, პატრიოტი ადამიანია და მისი სახით თბილისის საკრებულოს საქმის ერთგულ ადამიანს შეიძენს. წარმატებებს უსურვებ მას. ნომერი 16 ნოდარ ბოკერია, კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი შეემატება საკრებულოს, მისი სახით. ნოდარი იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. არის ოქსფორდის დიპლომატიური საზოგადოების წევრი, დუბაიში მსოფლიოს დიპლომატიური კონფერენციის გამარჯვებული, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, აქტიური, კომუნიკაბელური ადამიანია. მინდა ნოდარს უსურვო წარმატებები შემდეგ საქმიანობაში. ნომერი 17 მარიამ გრიგოლიშვილი, ვილნიუსის უნივერსიტეტის 4 გზის სტიპენდიანტისა და სამართლის
მაგისტრი, ადამიანის უფლებების სპეციალიზაცია. ასევე ეუფლება სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის სამართლის მიმართულებით. მარიამს გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო კურსი. წლებია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების აპარატის თანამშრომელია და მუშაობს კანონპროექტების შემუშავებებზე. მინდა მას წარმატებები უსურვო შემდეგ საქმიანობაში. ნომერი 18 ლუკა ძაძამია. ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია. სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი. მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო. წარმატებებს უსურვებ მას. ნომერი 19 ქეთევან ჭავჭანიძე, ჟურნალისტი, პოეტი, ლექსების კრებულის ავტორი. ქეთევანი ჩუღურეთის რაიონის ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეა. არის საზოგადოებრივი მოძრაობა ამომრჩევლთა ლიგის დამფუძნებელი და მინდა წარმატებები უსურვო მას შემდეგ საქმიანობაში. ნომერი 20 ლალი კოლომიკოვი, ფილოლოგი, საჯარო მმართველობის მაგისტრი. აქვს კარგი გამოცდილება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ისე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, მისი ცოდნა და გამოცდილება გამოადგება თბილისის საკრებულოს. ჩემო მეგობრებო, დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ თბილისის საკრებულოში ჩვენი პარტიული სია. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეულ მათგანს გამოარჩევს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქის თბილისის და თბილისელების წინაშე. წარმატებული, საქმიანი, გამოცდილი გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, მზად არის ემსახუროს თბილისს და თბილისელებს. ჩვენ მზად ვართ გავხადოთ თბილისი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების ქალაქი. ამისთვის კი პირველ რიგში საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება, დაწყებული რეფორმების გაგრძელება და მათი ბოლომდე მიყვანა. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ამ დაპირებას პირნათლად შეასრულებს. ჩემო თბილისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წლების მანძილზე გამოცხადებული ნდობისთვის, რასაც ძალიან ვაფასებ და გულსროლად ვამბობ, პატარა ბავშვივით ვუფრთხილდები. გჯეროდეთ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და კვლავაც იქნება თქვენი ინტერესების დაცვა და ჩვენი ულამაზესი თბილისის განვითარება. მეგობრებო, წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები. საჭიროა თითეული თქვენგანის მხარდაჭერა. გახსოვდეთ, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია თბილისის მომავლისთვის. გაუმარჯოს თბილისს, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას.